მოგესალმებით ქართული ტივის ეთერიდან. თქვენ უცხრეთ გადაცემა ცოდნის კიბს, რომლის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე, მარინა აბაშიძე. გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ყოველ 4 შაბათს 22 საათზე. განმეორებითი ნახვის სურვილის შემთხვევაში კი ეს შესაძლებელია მეორე დილით 5 შაბათს, ესე იგი 7 საათზე. ძალიან მიხარია ახლა წარგვადგინო დღევანდელი სტუმარი და თან მადლობა მოვახსენო იმისათვის, რომ გამოძებნათ, რომ ჩემს ვერ ვიტყვი ამჯერად ჩვენს მაყურებელთან შესახვედრად, რომელიც გახლავთ ბატონი გულბაათ რცხილაძე, პოლიტოლოგი, გერმანული ენის სპეციალისტი, ანალიტიკური ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. უღრმესი მადლობა გულბაათ ხოჭარ მოგიგენიათ ამ თელის ლაპარაკობს და იმისა უღრმესი მადლობა რომ გამოძებნეთ, რომ მოგზანდეთ და შევეჭიდოთ. გმადლობთ. მე მაქვს კითხვები. ზადახართ ამ პასუხების. არ ვიცი. ისმენთ ბატონო რაღაც გინდოდათ. არაფერი. მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს და იმედი მაქვს მოეწონებათ გადაცემა ისე რომ მეორე დილით 7 საათზე ადგებიან განმეორებით ნახავენ. დიახ, იმიტომ რომ ერთი არ აღმოჩნდება საკმარისი. გეთანხმებით. კარგით. როგორ ფიქრობთ? ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი ბატონო გულბაათ? არა არსებობს. ეხლა უკვე დავიწყეთ კითხვა-პასუხი. მე მინდა თქვენ მაყურებელმა თქვენ შესახებ იციან უკვე რაც მოვახსენეთ თქვენი სპეციალობის შესახებ, ისედაც იციან წინადრები, ეროვნული მუდროობა, ეს ბევრმა იცის თქვენ შესახებ ძალიან და ეხლა მინდა ჩვენმა მაყურებელმა მოგისმინოთ როგორი ბავშვი იყო გულბაათ რცხილაძე. აი ხმაზულკაცობის პერიოდი, ბავშვობა, ხმაზულკაცობა და მე. რა ვიცი, მე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. პირველ რიგში ჩემი მშობლების დამსახურებით, ბებიების დამსახურებით და იმის გათვალისწინებით, რომ სტაბილურ სახელმწიფოში ვცხოვრობდით. დიახ. და ბავშვისთვის კარგი იყო ნამდვილად. კი ბატონო. თვითონ გულბაათ რცხილაძე მშობლები და ბებიები გასაგებია. აი როგორი იყო? ცელქი იყო, შვიდი იყო, როგორი იყო? დინჯი იყო, ეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა. და ერთი მნიშვნელოვნად უფროსი ასაკის თაობის ადამიანებთან მიზიდავდა ურთიერთობა სალაპარაკო. და რა ვიცი, არაფერს არ ვაშავებდი, მგონი ისე ძალიან ყოველ შემთხვევაში გარკვეულ ასაკამდე ალბათ, მაგრამ არც იმ ასაკის შემდეგ ისე დიდი ფათერაკიანი ცხოვრება არ მქონია ასე. გასაგებია. და ბატონობათ, აქვე ხართ ის, ვინც გინდოდათ ყოფილიყავთ? ძნელი საქმეა, ადამიანი ყოველთვის უნდა ისწრაფოდეს მეტი სრულყოფილებისკენ. საერთოდ აბსოლუტური სრულყოფილება მოგზაურებისთვის არ არსებობს, მაგრამ სწრაფვა უნდა იყოს მუდმივად. და გამომდინარე აქედან ადამიანი ვერ იქნება ჩემი აზრით ნორმალური ადამიანი თვითკმაყოფილი. და რაღაცა ის სულ დასრულებულ მდგომარეობაში რომ აისვარ ვინც მინდოდა და ყველაფერი ახდა. დიახ, გასაგებია. ბატონო, რომელი წიგნის გმირად ისურვებდით ყოფნას?
როგორც მხატვრული ლიტერატურის საიდანაც გნებავთ? ჟანრი არ არის განსაზღვრული. ვიცი, ახლა ცოტა ისე გამოვა რომ რაღაც განდიდებისკენ არ გამოვიდეს. არ დავასახელები, მე უფრო მაინც ისტორიული დოკუმენტალისტიკა უფრო მიყვარს. დიახ, კი, ეს იმას აღნიშნავს, რომ მხატვრული ლიტერატურა მიყვარს, მაგრამ აი უფრო რაღაცა ასოცირება და ის ვინაიდან პოლიტოლოგი ვარ, ისტორიაში უფრო ვიხედები და უფრო, ასე ვთქვათ, პრაგმატული მიდგომებით ვარ, მე საერთოდ ცნობილი აი აქედან გამომდინარე და ამიტომ ალბათ ახლა რომ ვთქვა რომ ნაპოლეონი მინდა რატომაც არა სიტუაზე ხო უკვე დიაგნოზი იქნება ნაპოლეონმა რო თქვა ახლა თქვენ რო ახსენეთ იმაზე მინდა გავამახვილო ყურადღება რომ ეს მე ვიცი თუ რა ათვილი ისახედი კაცი რომ ნაპოლეონი მოგს ჩემთვისო ყველაფერი უძვირფასესია საკმარისი ცოტა მაგრამ უძვირფასესი ეს გამოსცემდა ხო უცბად კარგი ცხოვრება ეს ამოცანა რომელიც ჯერ არავის ამოუხსნია შეცდომის გარეშე ნამდვილად ეხმებით ხო ამ ფორმულირებას რა თქმა უნდა და ეხლა მე ოღონდ ერთი მეც გამოთქვა რომ არ მკითხავთ ის აი ამ კონკრეტულ შეკითხვას რომ თქვენს განცხოვრებაში რამე შეცვლიდით თუ არ შეცვლიდით იმიტომ რომ მე აი მეცინება პირდაპირ და არ ვცემ ისეთ ხალხს პატევს ვინც ამ კითხვაზე ესე მახალფარდოვან პასუხს გასცემ ცოტა დაფიქრდება და არაფერს არ შეიცვლიდი. ბევრია ასეთი ძალიან ცნობილი ადამიანი და ეს მე მგონი რომ ეს აი სწორედ ის თვითკმაყოფილება რაზეც ლაპარაკობდი. იმდენად შევცვლიდი. როგორ შეიძლება ადამიანმა არ შეცვალო იმდენ შეცდომას უშვებს ყველა ადამიანი ჯერდი ახლა რელიგიური კუთხით რო თავი დავანებოთ, რამდენ ცოდვას ჩადის ადამიანი. რასაკვირველია. და ამისა შეცდომას. და ეს გადაჯაჭვული ერთმანეთთან ცოდვა და შეცდომა და როგორ შეიძლება რომ არ ნანოვდე ბევრ ამეს შენს წარსულში. რასაკვირველია. რა გახიზიანებთ და აქვე აღფრთოვანებას რა იწვევს? აი რამაღიზიანებს უკვე თქვი რამაღიზიანებს მაგალითად ადამიანების ზედმეტი თვითდაჯერებულობა და ნუ ბევრი რამე ქალბატონო მანანა აი როგორ გითხრათ ახლა რამაღიზიანებს ესე გარკვეულ მომენტში შეიძლება რაღაცა ხმაური მაღიზიანების სიტუაციის მიხედვით ხო და რაღაც აღმაფრთოვანებდეს ასევე სიტუაციის მიხედვით მაგრამ ზოგადად რა პრიორიტეტები და ფასეულობები აქვს ადამიანს ალბათ ის ფასეულობები აღმაფრთოვანებს თქვათ რა ვიცი ბევრი რამე ისეთ რა გეტყვით ახლა ისეთ რაღაცას რომელზეც აუცილებლად დამეთანხმებით არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ახლა ძალიან საჭიროა უზრდელი ადამიანი. კი, ძალიან გამახსოვს. ეს არის? დიახ. ეს არის არ ვიცი რა. ეხლა მინდა ესეთი რამე კითხოთ, ბატონო. გულბად, კითხვა კი არა. აი, რა სიტყვით უბრალოდ. რუსეთში არსებობს ყველაზე ჭკვიან ქალად აღიარებული ტიტულის მფლობელი ქალბატონი Черниговская. Татьяна, профессори. Академიკოსია. დიახ, და ეხლა წარმოგიდგენთ პროფესორი ფილოლოგიაშიც და ბიოლოგიაშიც რადიკალურად განსხვავებული სპეციალობები იმიტომ აღნიშნია. და ამ ქალბატონის სიტყვებია აი ესეთი. ნუ სამყაროსო, დღევანდელ სამყაროს აღვიქავო როგორც ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, სადაც ექიმი არ არის. და აქვე ბერნარდ ამბობს რაც უფრო მე ვცხოვრობ მეტად ვწვდები იმაში რომ დედამიწას აქვს სრული შეშლილთა სახლისა და აქვე კიდევ
აინშტაინი. მე ვარ გიჟი თუ სამყარო ჩემს გარშემო. აი ახლა სამი უზარმაზარი ადამიანის აზრი მოგახსენეთ. რა სიტყვით? მეოთხე და მეხუთე თქვენ და მე ვართ, ვინც ასე ფიქრობს მე. კი ბატონო, გეთაყვებით. სინამდვილეში ხლა, აინშტაინი როდის ცხოვრობდა, ხო და უკვე ეს განცდა დაეუფლა. ალბათ არის საფუძველი. სოლომონიდან მოდის ეს გაგვეუბნება. დიახ და ბევრი ისეთი პიროვნება კიდე შეიძლება მოვწერნოთ ისტორიაში და არა მაინც აი ასე ვთქვათ ფილოსოფოსი არამედ აი როგორც მრავალი პროფილის წარმომადგენელი ვინც ასე განიცდის გრძნობს და სხვათა შორის არა მხოლოდ ასეთი გენიოსები უბრალო ადამიანებიც მე ხლა ხუმრობით თქვი რომ ჩვენ მეოთხე და მეხუთე მეთქი ჩვენ დავაყენებთ თავს როგორც ის გარეშე მერთვა ხო რაც და ხო ერთ რომ ზოგ ხუმრობაც არის მის უბრალოდ იცით ძალიან გაცდა ბევრი რამ იუმორით შეიცვალა აი ეს დილობის კრიტერიუმებიც დიახ და რაღაცა ესე მაინც სახარბიელო გზით არ მიდის ცნობიერება ადამიანის დიახ და იგივე ჩერნიკოვსკაია ამბობს ერთ-ერთ იმაში ახლა ეს ვიდეო ჩანაწერში მაქვს ნახე რომ ახლა ორი ადამიანი მოდის ერთმანეთის მიმართულებით ხო ორივე ხედავს კარგად ესმის კარგად და მაინც ეჯახება ერთმანეთს ადგილი არის რატომ ხდება ეს იმიტომ რომ არასწორად აზროვნებ არასწორად ფიქრობ აბსოლუტურად ესე იგი მეც ვეთანხმები ჩერნიგოვსკაიას და ამ კუთხით მე სრულიად ხშირად ეს განცდა რომ მეუფლება დავაკვირდი რომ სხვა ადამიანებსაც აქვს ნორმალურ ადამიანებს რომ აი ეს პაციენტის არის ეს ქვეყანა თუ სოფლიო დიახ და ახლა მაინც ვიცი რომ ჩვენ პოლიტიკაზე ავსაუბრობთ უბრალოდ ილუსტრაციისთვის აი რომ შეხედოთ დღევანდელ სოფლიო ლიდერებს რამდენი იმსახურებს კი დიახ რამდენი იმსახურებს ხო ესე წამყვანი ქვეყნების ლიდერები შეშეხვევაში და ამიტომ ეს სავსებით გასაგებია რაც თქვენ დასვით შეკითხვა ოღონდ პასუხი ისევ არ არის მრავალწრფილით ბადმობობათ ეხლა ისე მომაგონდა ერთი რამ თემურ ქორიძე იცით ძალიან კარგად ვერაფერს ვერ ვაკადრებ რამდენიმე თემურ ქორიძე არა ის თემურ ქორიძე რაც განსვენებული დეპუტატიც იყო და საოცარი განათლება კი ფილოლოგი და ლიტერატორი ჩემთან ერთჯერ სტუმრობის დროს მეუბნება რომ მარინო იცი ეს ტკივილები გვალაპარაკებდა რაღაც მასთან საუბარი იყოს რომ მიდიოდა ხო თითქოს რაღაც საინტერესო წიგნი წაიკითხა ესეთი შთაბეჭდილება რჩებოდა მე და გაწერილია მოდივართო აკაკი გაწერილია წერალთა სახლიდან და რუსაოზე სადღაც პარლამენტის შენობასთან შემაჩერაო და მეუბნება მოდიო რაო ისა თემო ერთი 5 წუთი გავჩერდეთ მეტი არ დაგჭირდებაო და გავხედე რასაპირებო და ეხლა მინდა სახეებს დაუკვირდეო გამომლელისაო რამდენ საწერია შუბლზეო რომ არ მენდოთ რა სიტყვა ეს ალბათ იმავეს ეს არა იმავეს ვერაფერს ვერ იწოდა უფრო ზაფრად იმიტომ რომ ის გაცდა მაშინ რაც იყო ის ახალი ტკივილი იყო არა და მაშინ უფრო სხვა იყო საზოგადოება უფრო ნდობით იყვნენ ადამიანები ერთმანეთის მიმართ განშვალული მაგრამ ერთბაშად დაირია ეს კი აი როდესაც წამოვიდა ეს რაღაცა ცვლილებების ტალღა და ამან ააგორა დიდი სოციალური ცვლილებები და პოლიტიკაშიც აი მაშინ დაიწყო ხო ეს დიდი გადატეხა რომელიც გარდატეხა დიახ გეთანხმებით წავიდა ქაოსისკენ ამ კუთხით ნდობაც და დაიშალა ადამიანებს შორის
მეტი გაცილებით მეტი ინდივიდუალიზმი წამოვიდა და ინდივიდუალიზმი მე ვფიქრობ ყოველთვის ეგოიზმთან არის დაკავშირებული, არ არის ისე სუფთა ინდივიდუალიზმი ეგოიზმის გარეშე. და ეგოიზმი დადგა წინა პლანზე. დღეს ადამიანები ხო ერთმანეთს მეზობლები აღარ ესალმებიან, ვერც ცნობენ და თუ ცნობენ თავს არიდებენ. ხო დღევანდელი ისე არის უკვე ქალაქში ყოველ შემთხვევაში დედაქალაქში თუ დააკვირდებით, ასე არის. ადრე რა ვიცი ყველა იქეთ ქუჩის ადრე რო ეგეთქვა თქვენთვის რომ შეესწრებით ასეთ ყოფას, რომ ისინი მეზობლები ერთმანეთს ვერ ცნობენ. ხომ იტყოდით რომ ვერ არის კარგად. რა თქმა უნდა, საქართველოში ეს სამფერხია. ესა ეხლა მინდა აი ესეთი რამ კითხოთ. რისი ეშინია ბატონ უბაც? რა ვიცი თუ ესეთი მეჩემი დევიზია რომ ადამიანს უნდა გეშინოდეს ღვთის და სხვა არავის და არაფრის და ღვთისში ეს არ არის ნეგატიური, ეს არის ის აუცილებელი წინაპირობა, რაც განაპირობებს ადამიანობას. მე ხარ ადამიანი და მართლაც არაფრის არ გეშინია და ახლა მე არ ვიცი არის სხვადასხვა გაგება ხო შიშის, გამბედაობის, სიმამაცის, წარმართობის ხანაში სხვა იყო და დღევანდელ საზოგადოებაში კიდევ სხვა არის, თუმცა დიდწილად დღევანდელი საზოგადოება წარმართული არის. რომ დავაკვირდეთ და ეს ქრისტიანობა ეს ნუ რაღაცა პერიოდულად რომ მიუბრუნდეთ, რაც როცა დაგვჭირდება რაღაცა იქ თქვათ ჯვარიწერები მე გარდაიცვლება და მაშინ არის საჭირო მიმართო ეკლესიას და ასე შემდეგ და აი მაშინ დაფიქრდებიან ხოლმე ცოტა ხნით ადამიანები რომ ეს არიან დიახ სამწუხაროა. ხო მე ისე ხო და აღარ მახსოვს ახლა რომელმა ფილოსოფოსმა თქვა თუ პოეტმა აღარ მახსოვს ნამდვილად თავს ვერ დავდებ რომ დააკვირდით რომ ადამიანები არ იყურებიან მაღლა დიდებულ ზეცას ვარსკვლავებით მოჭედილს არ უყურებენ, ყველას თავი ჩაგული აქვს მიწაში. აი აქ იყურება თავის წინ ეს დიაპაზონი არ აქვს ადამიანებს ერთი სიტყვით. დიახ, გეთანხმებით და შემიძლია და გეთანხმოთ. ბატონობათ, რომელი თვისება მოგწონთ თქვენში? ჩემში? მე ჩემ თავზე მერიდება ქალბატონო მანანა საუბარი და არა, ჩვენ გვინდა რესპონდენტები არ ვარ ისეთი მოღვაწე მე მნიშვნელოვანი რომ ეს საინტერესო იყოს, რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში მოდით მაშინ აი საქმიანი კუთხიდან ვიტყვი, რომ სტაბილურობა და ყოველთვის საქმეში ვარ სიტყვის შესრულებელი. არასოდეს სიტყვას აებზე არ ვისვი. ეგ რამოდენა პატივია თქვენივე თავის მიმართ. მართალ გძარდებით, ხო, ჩემ თავს ვცემ. პირველში რა საკვირველია. კარგით. ცხოვრება ჩვენს გარშემო სავსეა ნიღბიანებით. ზოგი მალავს ტკივილს, ზოგი მალავს არა ადამიანურობას თავისას და ეშინია რომ არ გამჟღავნდნენ. ხდებიან ასეთები ხშირად? ალბათ ხდებიან, მაგრამ მე მაინც ვცდილობ ადამიანებში დადებითი დავინახო. უფრო თქვენ კი ცდილობთ, მაგრამ ის იმიტომ იკეთებს, იმიღავს რომ თქვენთან შენიღბული მოვიდეს და ეს სხვა არის კონკრეტულ სიტუაციაში რატომ მოდის შენიღბული და ეს კიდევ სხვა არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანში არის დადებითი და უარყოფითი მხარე. და მეორე ადამიანი, თქვა, თუ კი უფრო უპირატესობას გრძნობ იმის წინაშე, უნდა ეცადო რომ ისე გასაქანიანი დადებით ხარეს და გააკეთე პროვოცირებას იმისას, რაც უარყოფითი არის. და თქვენი მიღწეული როგორი მოყოფილი იქნებით, რომ კი, რა თქმა უნდა, ეხლა ამას სხვათა შორის არ ყოფნის უბრალოდ აი როგორც მე ვარ და ჩვეულებრივი ადამიანი, გარკვეული სულიერება არის საჭირო ამისთვის.
და ერთ-ერთი ბერი არის ათობელი ბერი, რომელმაც თქვა და ძალიან საინტერესო სიტყვებია, რომ ადამიანები მაშინ არიან ადამიანები და უკვე აი ღვთისკენ გადადგეს ნაბიჯი მაშინ, როდესაც ერთმანეთში ანგელოზებს ხედავ. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ეს არ არის ის აი რაც მე ვთქვი, რომ ყველა ადამიანს შეიძლება დადებითი იყოს და უარყოფითიც. რა ამოდის უფრო მეტი, იმიტომ რომ ჩვენში არ არის უარყოფითი დაუშვათ. ყველა ხო არ უნდა მისცეს. დიდი დოზით არ იყოს. დიახ, ხო, დოზით არ იყოს, კი ბატონო, აქ ესე ვთქვათ, მოდი, რომ მე არ ვარ იმის გენეტიკური მიდგომის მომხრე, რომ სისხლის მიხედვით განსაზღვრო, მაგრამ ამასაც აქვს მნიშვნელობა, ხო, მაგრამ მარტო წოხნა არას უზამს თუ ბუნებამ წაუშვა, ეს ზუსტი ნათქვამია, ნამდვილად ეს აბსოლუტურად აკაკი წერეთელს ბევრი არ აქვს ისეთ ფილოსოფიური, მაგრამ რაც აქვს ძალიან დიდი ძალის და აზრის, ეს არის ერთ-ერთი. ამიტომ ამას მნიშვნელობა აქვს, რომ აი რა დოზით თქვენ ამბობთ, კარგი და ცუდი რა დოზით არის, მაგრამ მიუხედავად ამ დოზისა, შეიძლება იმ მცირე დოზის კარგმა დადებითმა იჭარბოს ისეთი სიტუაცია შეუქმნა ადამიანს ისე განეწყოს თვითონაც, რომ ერთი დადებითი ნაბიჯით გადაფაროს თავისი ცუდი ყველა ქმედება და წარსულიც. რომ შემოგთავაზონ ბატონებად ბრძენთა დარბაზის ორგანიზება ქართველთაგან ვის შეიყვანეთ? ბრძენთა დარბაზი? დიახ. არ ვიცი, მე მგონი არ იქნება ბრძნული გადაწყვეტილება ბრძენთა დარბაზის ორგანიზება. არ ვიცი, მით უმეტეს თუ მე შემქმენი რაღაცნაირი ბრძენი არიან. ბრძენნი. აქ უფრო საინტერესო არა. აქ თავარი ის არის, თქვენ ვის მივიწვევთ ქართველთან? ნუ მე ვის მივიჩინო, ასე ვთქვათ. კი ბატონო, ხოლმე არ ვიცი, არ ვიცი ახლა ეს კრიტერიუმი. ერთ სიტყვით მეორეს დაწყდება. ნუ ახლა იცით რა, მოდით ესე ვთქვათ, რომ ახლა ყველაზე მარტივი პასუხი არის ისეთი და დიპლომატიური და თავს რო დაიძვრენ და თქვენი რთული კითხვისაგან რომ ვიტყვი პატრიარქი თქო, აი ყოფილი პატრიარქი. აი ხო ხედავთ რა კარგი პასუხი. სწორი პასუხიც არის, ხო, მაგრამ საზოგადოება და ალბათ ტელემაყურებელიც და თქვენც უფრო სხვა პასუხსელით კიდევ გარდა ამის, არა, ძალიან კარგი. არა, ძალიან კარგი მოსაკენით. დაიხსენეთ დავიანი კითხვისაგან. ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი ორი ძალა ვაგნობათ. ეს არის ადამიანში შიში და სიყვარული. შეგიძლიათ რამე? ისე შიში სიყვარულსა, ხომ, ასე შეგავაერთიანოთ და ისე საფრთხო შიშს დაუბრუნდეთ მაშინ. იმიტომ რომ სხვა შიშის საფუძველი ადამიანს არ აქვს. და როგორც ერთ-ერთი სერბი წმინდანი ბრძანებს, რომ ნუ სუხართ ვარსვადიდებლებო, თქვენ უკვე გამარჯვებულ ომში ჩაებით. უხერთმა გაიმარჯვა უკვე, დაამარცხა სიკვდილი, დაამარცხა ბოროტება და შენ გჭირდება ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე მოთმინება. ერთადერთი გჭირდება მოთმინება რისი, რომ გაუძლო ამ ცხოვრების უსიძინეს. ლარნაკით დანარჩენი სხვა ხმაურდა, შენ იცი, წინასწარ იცი. ბატონო. კარგი, პრუსტს კითხეს. აი ყველაზე მთავარ საქმიანობად რამე გაჩნიათო? პასუხი იყო სიყვარული. და ხმებით დავეთანხმები ალბათ ეს მაინც დასავლური ხედვა არის და იცით როგორ პასუხი იყო თუ ძალას გატანენ რომ ეს უნდა თქვა მაინც ხო არა ხო იმიტომ რომ ძნელი არ დაეთანხმო ხო ხა სადმე პრუსტი მაგრამ ხო ნუ აი მაინც დასავლური რაციონალიზმი არის რომ აი საქმიანობა აი მაინც კი დაკავშირებულია გრძნობასთან საქმიანობა. ალბათ აქ სხვა აზრიც არის ჩადებული უფრო. მე მაინც როგორ დავინახე, იცით, ვისაც სიყვარული შეუძლია. დიახ. ის უკვე ყველაფერს დანარჩენს შეძლებს. იმიტომ რომ სიყვარული
რომ აქვს ადამიანს ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ის სოციუმისთვის საშიში არ არის. გეთანხმებით სრულად. ხო, სრულად გეთანხმებით. უღმესი მადლობა. ბატონო გულბაათ, ეხლა მოდით შევიყვანთ სამეჯლისო დარბაზში. ულამაზესი სამეჯლისო დარბაზია. და უცბად გამოცხადდა თეთრი ცეკვა. თეთრი ცეკვა ხა ყველამ ვიცით, რომ როცა ქალი იწვევს მამაკაცს, ხო? მე დავჭებოდი პარტნიორს შევახერხე. თორე ისეთი ამბავი. ეხლა უშუალოდ მაპატიეთ ფილმი აფონია გამახსენდა. ხო. და მე კითხვა არის ასეთი. კითხვის არსი, რომ ბატონ გულბაათი ვის ისურვებდა, რომ მისთვის მიემართა გაეწვია ცეკვაში, თუ კი თქვენ გექნებოდათ აბსოლუტურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებლობა, ვინც გნებავთ ის მიგეწვია. მიგეწვიათ კი არა, ის მას მიეწვია. მას რომ მივეწვიეთ, რას თეთრი ცეკვა. გიგენია ლამაზი ქალი და ყველანა არ გინდათ განვდოთ მაყურებელს? დამაგნიეთ, ახლა ყველაზე რთული კითხვა ეს იყო, მე მგონი რაც დამიშვის. ეს იგი მიხვედით და თეთრი ცეკვა გამოცხადა. ეხლა ვინ ქალბატონი გინდათ რომ მოდიოდეს თქვენსკენ და გთხოვთ ცეკვას? ნუ რა ვიცი, ალბათ ცოცხალი რო იყოს და ახალგაზრდა ოდრი ჰეპბერნი დაუშვი. ხო. რა ვიცი, ხა ბევრი ისეთი სახე არის პოეტური და თუმცა ის არ იყოს რეალურ ცხოვრებაში ისეთი როგორ როლებსაც ფილმებში განასახიერებდა ასეთი. მაგრამ იცით რა, მაინც გვირჩევნია რომ ის სილამაზე უფრო წინ წამოვწიოთ და ის კეთილი თვისებები და ვიდრე დაუშვათ სინამდვილე. გააკეთოთ. იცით, მე იმდენჯერ მიღალატ ესო, რომ თავი სამშობლო მგონიაო. რამდენი ტკივილია ამ ფრაზაში. ჩვენ ახლა მოვისმინეთ და მორჩა თითქოს, მაგრამ რამოდენად ტკივილია. და პირველური დაკავშირებული არის სამშობლოსთან. და ის იმდენად ტკივილად მიაჩნია, რომ ის მგონია თავი. და გალაქტიონი სწორედ იმით არის მათ შორის ცნობილი, რომ იმ თემებს, რაზეც თქვათ ხშირად არც ვრცელდებოდა და თუნდაც მის პოეზიაში სამშობლო ნაკლებად არის წარმოდგენილი. ხო. ისე ერთი ფრაზით ამოწურავდა ყველაფერს, ხო? მაგის უზარმაზარი ნიჭი ჰქონდა და რაღაც საოცრება ის იყო. ამიტომ ჩვენს რეალობაში განუმეორებელი გალაქტიონი. გეთანხმებით, შეიძლება არ გეთანხმოთ. ბაგნულბათ, რისი ნიჭი გინდა ჰქონდეთ, თან რაზე ოცნებობდით და აქვე გეტყვით, მე მაგალითად თელეფილმის სტუდენტობის პერიოდი გავატარე იმაზე ოცნებაში. რომ მაშინ თო საბჭოთა სიმღერებით იწდებოდა დილა და გავიზარდეთ იმ ლიტერატურაზე და ასე შემდეგ. იყო ასეთი პროექტი მაშინ, ეხლაც არის ალბათ, მაგრამ რასადროდის. როგორ მინდოდა მათი წევრი გამხდარიყავი. როგორ მინდოდა და ერთჯერ მაინც გამარჯვებული შემოგვიყვება ყოფილიყავით. აი ვერ წარმოვიდგენთ, აი ეს იყო ჩემი ნიშნა. და საქართველოში ხო დაარსდა ეს მე. ეს გვიან მიგეუბნებით იმ დროს რუსეთში რო. კი, იმ დროს იყო ეგა. რომელი ოცნება გინდათ განხორციელდეს? ახლა აღარა მაქვს ისეთი ოცნება, რომ რაღაც განხორციელდეს აი პროფესიის თვალსაზრისით. თორე ისე ძალიან ბევრი რამეა ისეთი რომ ბევრი რამეა რა თქმა უნდა უფრო ტექნიკური ხასიათის პროფესიას ვისურვებდი ხო რა სხვათა შორის ბავშვობაში მიბიძგებდნენ და აი სიდინჯერო მქონდა მეუბნებოდნენ რომ შენგან კარგი ექიმი გამოვა და ნუ რაღაცა იყო ამაში მარტო სიდინჯე მარცვალი იყო მე მგონი ხო მაგრამ არ გავყევი ანუ საბუნებისმეტყველო სპეციალობას
და ნუ ალბათ კარგი ის იქნებოდა რომ თქვა კარგი ქირურგი გამოსულიყავი, მაგრამ ნუ არანაირი შეხება არ მქონია, არც ამასთან მაქვს შეხება რაიმე, მაგრამ თქვა ძალიან სიამოვნებით ვიქნებოდი სამხედრო ან თუნდაც სამოქალაქო პილოტი. ხო რა საინტერესოა ხედავ. ბატონყობათ რეზო ამაშუკელი ამბობს. აი ეს ფრაზა, სამი ფრაზა მომწონს ძალიან იქიდან. ესე იგი ადამიანი მაინც მართლა. მიუხედავად იმისა, რომ საყვარელი მეუღლე გვერდით ყავდა. ყავდა ბაია გვერდით შვილი, ხო? ერთი ძია უამრავი მეგობარი ყავდა ბატონ რეზოს ისეთი კაცი იყო რომ კი ბატონო რამათქმევინა არის ეს მეც ასე ვფიქრობ და ასეთი იყო ფანტასტი რეჟისორი რა თქმა უნდა დიდი ტკივილია და ესეთი ფანტასტი რეჟისორი იყო ორსონ უელსი ჰერბერტ და ორსონ უელსი ხო ორსონ უელსი რა თქმა უნდა ადამიანები თავს იტყუებენ ყველა არის მარგოხელა ადამიანი იმით რომ აი ოჯახი, მეგობრები, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ეს მაინც თავის მოტყუება, იმიტომ რომ ადამიანი არის მარტო. და აი ზუსტად იმის გათვალისწინებით. მე მირჩევნია რომ მოვიტყუოთ. არა, უნდა საჭიროა, აბა ისე გაგიშლება ადამიანი, ხო? მაგრამ დაფიქრდა, არა, აი როგორც ბატონ რეზოს მე არ ვეცოდით, მაგრამ თქვენან გავიგეთ, აი ესეთი გამიჩნდა ეგრევე ორსონ უელსი გამახსენდა. და აქვე რეზოსთან ისე შთამომავლობა ელის მაგალითს ბატონობა ბევრი გეკუნება ვისგანაც მაგალითს ელოდებიან დღეს ახალგაზრდები ან ელოდებიან კი ალბათ ყოველ შემთხვევაში გაცნობიერებულად თუ არა შინაგანად ყოველთვის ყველა თაობას აქვს იმის და ჭურვილი რომ რაღაცა მაგალითი ყავდეთ მათ ეს არ არის ძალიან დამიხარდებოდა რომ შინაგანად აი კიდევ ვიმეორებ შეიძლება ვერაცნობიერებენ მაგრამ დღეს რომ გამოჩნდეს ასეთი მაგალითი მე ხლა არ ვამბობ რომ წარსულის რაღაც საუკუნეების წინ აი ახლაც უნდა იყოს რაღაც სამაგალითო და კიდე დაუბრუნდები ჩვენს აი ამ პატრიარქს რაღაც განსვენებულ ილია მეუღლეს რომ რამხელა მისმა გარდაცვალებამ რამხელა გზა გაუხსნა და თვალსაჩინო აი თუნდაც იმ თაობებს ვისაც არ ამხავთ მაგალითად თანამედროვეობაში თანამედროვე საქართველოში ეს საოცარი ახსნა აი საოცარი ახსნა და ბრახან ღმერთი ახსენეთ იმ პატრიარქი ახსენეთ რეზო მაშუკელი ისევ და რეზო სამწუხარო გამიწევს ღმერთის წინაშე შიშულები ვართ როგორ დასანახავები ვართ მე ამბობს თეორიის გასაგებია კი გასაგები ხო რა თქმა უნდა ღმერთმა ყველა მე სამიმიშია თავდახრილები ყველა ვერავინ ვერ ისედაც და ადამიანის მიზანია რომ ღმერთი იხილოს ხო ჩვენ გვაქვს ქრისტიანობაში საბოლოო მიზანი განხმართობა ხო და იქ ერთ-ერთ ცხრანეტარებიდან ერთ-ერთში არის რომ რამე თუ ღმერთი იხილო ხო ანუ ღმერთი რო იხილო ეს უკვე დიდი დამსახურება ასე თქვა და ეს რატომ თქონია შიშველი ეს პირდაპირ მნიშვნელობით არ აქვს ეს ჩვენი შინაგანი სულის სიშვია ყველაზე დიდი სიშვია რა თქმა უნდა ხო აი ეს არის ყველაზე ისა მოიცადეთ ახლა სოკრატემ თქვა მის ვიცი რომ არაფერი ვიცი გახსოვთ ხო მაგრამ მეორე ნაწილს არ იყენებს ხალხი რატომ და სხვებმა ესეც არ იციან ბატონო ხო ეს არის თავარი ალბათ ამოსავალი ფილოსოფიის ფუძე არის ზუსტად ეს სიტყვები ну მაინც უფრო პირველი ნაწილია მნიშვნელოვანი მაგრამ მეორე ემპირიული თვალსაზრისით ნუ ისეთი ვერი პოვა ადამიანი ეს იგი რომელიც სხვა მეზეც არ იცის კარგი იუნგის მიხედვით რეზონანსის კანონი მინდა წაგიკითხოთ თქვენ არასოდეს არავის ხვდებით შემთხვევით კი მე ხალ იუნგის ბევრი რამე მაქვს წაკითხული და
მის ეს უფრო კოლექტიური ფსიქოლოგია, ერების ფსიქოლოგია ამ კუთხით, მაგრამ ეს რომ შემთხვევითობა არ არსებობს, ასე ვთქვათ, ეს სამყაროს კანონზომიერებაშია ჩადებული, თუმცა ეს არ უნდა გადაგვექცეს რაღაც ფატალისტურ განწყობად. თუ აიცით, რაც გიწერია, იმას ვერ აცდები, ხომ? აცდები. არაფერი არ გიწერია, იმიტომ არსებობს ლოცვა ღვთის მიმართ, რომ რწმენა შეუძლია მთელი გადადგას. ერთი ადგილიდან მეორეზე. ამიტომ არაფერია ისეთი, რაც შეგიწერია. არა, მე არაფერი. უბრალოდ ვშიელობ. აინშტაინის ფარდობიტობის თეორია უნდა წაგიკითხოთ ახლა თეორიის შესახებ. შეყავით ხელი ხუმელში. და წუთი 1 საათად მოგეჩვენებათ, მაგრამ დაჭიქით ლამაზი ქალის გვერდით და ის საათი წუთში გაიქცევა. ეს არის ფარდობიტობის თეორია. ძალიან აბნოთ გამიხსნა. პოპულარული ენა. იაპონიის ეს მომწონსწორია. იაპონიის პრემიერ-მინისტრს კითხეს, რომ როგორ მიაღწიეთ ამ დღის თქვენ, რომ ესეთი წარმატებული ქვეყანა ხართ და ასეთი ტექნოლოგიები განვითარებული და ნუ დიდი ამბები იმას აქნეს და მათ პრემიერმა უპასუხა. პასუხი იყო ასეთი. პედაგოგს დაუნიშნეთ მინისტრის ხელფასი. დიპლომატის ხელშეუხებლობა და იმპერატორის ღირსება. ეს მითხარით ახლა შეიძლება სრულიად მოდის რეზონანსში და კავშირში ძველ ანტიკური ხანის ფილოსოფიასთან, სახელმწიფოს ფილოსოფიასთან, სადაც გამოყოფილი არის იგივე დაწყებული სოკრატედან და პლატონით და არისტოტელიდან გრძელებული, შემდეგ უკვე რა არის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთია პედაგოგი, ხო აღზრდა და ყველაზე მთავარი. ხო, თავართა შორის ერთ-ერთი და არა ეს ერთ-ერთი. ეს და იმპერატორი ასე და კულტი არის გამოყოფილი, ხო, ანტიკური ხანის ფილოსოფიაში, როგორც რელიგია. ამ კუთხით ახლა იაპონია როგორც არაქრისტიანული და არააბრაამული რელიგიის, წარმართული რელიგიის მიმდევარი, მათ ეს შიდა დისციპლინა, ეს ცალკე ღირსება და რომელიც უკავშირდება, ეს ჰაერში არ არის ეს ღირსება, უკავშირდება იმპერატორის პიროვნებას. ხო, ის არის მათთვის უმაღლესი ავტორიტეტი და შესაბამისად ეს ფორმულირება. და მაგასთან დაკავშირებით მაგალითად მაგონდება ჩეხოვის წუხილი. როცა ერთ-ერთ მაზრაში დედაქალაქიდან გაეგზავნათ პედაგოგი და პუშკინი წუხს. ჩვენ ეხლა ნამდვილად არ აგვაქვს იმის საშუალება, რომ ორი დამხმარე ქალი დავახმაროთ და მზარეულს და დამხმარე ქალბატონს დავახმაროთ და ბინა თავის თავად ნაგულისხმები იყო. ეხლა ძალიან შორს არის შეკითხვისაგან, რაც იაპონიის პრემიერს დაუსვეს. პატივისცემა პედაგოგის მიმართ და შედეგს მიიღება აუცილებლად. იმიტომაც იყო მაშინდელ ხანაში, რუსეთის იმპერიაში ის გიმნაზია რო იყო და ის განათლება, კლასიკური განათლება, იყო საუნივერსიტეტო შვიდიან შემდეგ საუკუნის უკვე საუნივერსიტეტო განათლების თითქმის დონე. და პედაგოგი მართლაც თუნდაც შემდგომ საბჭოთა ხანის პედაგოგი ავიღოთ, ყოველ შემთხვევაში სტალინის პერიოდში იყო ძალიან მაღალ დონეს. მე მახსოვს ახლა ჩემი პერსპექტივების, რომ ასე იგი ისეთ პატივს ვსცემდით მასწავლებლებს, რომ გვეგონა რომ ესე აქტივე მოთხოვნილები ფიზიკური და ფიზიოლოგიური არ აქვს, როგორც სხვა. იცით რამდენი ამბობს მაგას ვერ წარმოიდგენთ და ეხლა მინდა ეს მოვასწრო და ეს არის აბსოლუტურად არ გიწევს დრო ანგარიშს. აბსოლუტურად. ბიბლიოთეკის გახსნაზე მიიწვიეს ილია. თუ გაგონდებათ ეს ჩანაწერი არსებობდა. და მივიდა რა საკვირველია და
ასე აღწერილი იქ, სადაც მე წავიკითხე, თორემ მე არ ვეხმარდი ამ ტერმინს, წვიმ გაყინულთა ბრბომ დავზოგავად ცემა ილია, რომ დაინახეს. ბიბლიოთეკის გახსნაზე და უყურეთ სტალინის სიტყვები. ყოჩა, თქვენ საქართველოს შავ ბაზარზე გასაყიდად გამომტანო. დღეს არ იტყოდა. ხო, თითქოს დღეს ამბობს. ხო, აი და ეხლა ოთარ ჭილაძე ვიდრე არსებობს დრო, იარსებებენ მეტროგენი. მიბრძანდით ახლა და შეედავეთ. კი ბატონო, ვერ შეედავებით. ძალიან მოსწრებული კი არა, ბრძოლი ნათქვამი. და რაც შეეხება ილიას, ხომ რამდენადაც ცნობილია იქ საგურამოში ცხარო გააკეთა და აი თქვენ რა ბრძანეთ კალბატონო მანანა თავიდან ზრდილობის დეფიციტი და უზრდელი ადამიანები, ხომ? სოციალური წოდებისგან დამოუკიდებლად უზრდელი ადამიანები ყველგან არიან. შეიძლება ის თავადიც ყოფილიყო უზრდელი, მაგრამ იმ გლეხობაში რაღაც ნაწილი ასე იგი მიდიოდა მაპატიეთ და აფურთხებდა იმ წყაროში, იქვე სვამდა და ნუ იფურთხებითო, ამაზე ეჭუბებოდა. იქნებ შენ მოგიხდე. ხო, და მე ამ ზოგიერთმა ტროცკისტული განხრის ბოლშევიკებმა შეუქმნეს ილიას ასე ვთქვათ მითი, რომ მას არ უყვარდა გლეხობა თითქოს. ხო, მაგაზე ხო იყო ბრძოლა იყო და სტალინი ახლა მოდი ვთქვათ, რომ ილია ჭავჭავაძე ის ილია რაც ჩვენ ბავშვობიდან ვიცი და სწავლობდი დღესაც რომ და შემდეგ 87 წელს 1987 წელს პატრიარქმა და სინოდმა წმინდანად შერაცხეს, ხო? ეს ასე არაფერი არ იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში გაცილებით უფრო ნაკლები ილია ჭავჭავაძე გვეცოდინებოდა დღეს, რომ არა სტალინი. სტალინმა შექმნა, ასე ვთქვათ, ბრენდი ილია, როდესაც მან აი ეს წამოსია წინა პლანზე, ჩაატარა გამოძიება, დასაჯა მისი მკვლელი და მისი სახელი ფაქტობრივად უკდავა. აი ეს შემიძლია თქვა დამატებით ახლა რაც გამახსენდა ამ თემას. მე იცით რა მომაგონდა ახლა ისა გალაქტიონმა რო დაკარგა ლენინის ორდენი. და ესე იგი აი უბრალოდ გადასახლება იყო როგორც წესი, აი აუცილებელი. გაციმბირება და სტალინმა გაიგო და ბერიას უბრძანა, რომ მოეხსნა თვითონ ის ლენინის ორდენი და გაეკეთებია გალაქტიონისთვის. ეგ არ ვიცი. იყო ეს ფაქტი. და დღეს ყველაფერი ჩუმართდება და არ შეიძლება კარგიც უნდა ახსენო და ცუდიც უნდა ახსენო. ბულგაკოვს რითი დაამშვიდებდით? ჩემი დრამა იმაშია, რომ მე ვცხოვრობ მასთან, ვინც აღარ იყვარს. მაგრამ მისთვის ცხოვრების დამგრევა მიჭირს. ახსენეთ, ჯობდა თვითონ ხო, ახლა ბულგაკოვის საქმეს ასე ვთქვათ ვერ გავარჩევ, მაგრამ ზოგადად რაღაცაზე უნდა შეიგეძნოს ადამიანს მტკიცე გადაწყვეტილების მიღება. რა საკვირველია, ეს ხო არ უნდა იყოს ბატონობად, განმწირვად. თვით შეწირვათ არის. რა თქმა უნდა, ვიდრე რაღაცა ვიდრე იყოს დროში გაწელილი და დაუსრულებელი, ხანდახან ჯობს ქირურგიული ჩარევა ერთი გაჭრით. ის კივილია ასევე, მაგრამ იცით რომ პასუხობდი. ეს ამოგახსენებ. ბატონობად, ძალიან სწრაფად გაიყვინა. აი ძალიან სწრაფად და ძალიან მიხარია რომ მე თქვენ გთხოვეთ მოგზაურობა. დიდი მადლობა. მინდა ჩვენ მაყურებელს მიმართო, რომ უსალოდ მადლობელი ვიქნები მე და ბატონი გულბაათიც თუ თქვენ ეს დრო დაკარგულად არ ჩათვალეთ. მე გემშვიდობებით შემდეგი 4 შაბათის 22 საათამდე
მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. დიდი მადლობა და დიდი 7 საათზე კიდევ გვიხურეთ განმეორებით. კარგად წადეთ.